წვიმა წინად გრძნობა ყველას გვაქვს ჩვენი წინად გრძნობა როცა რაღაც ცუდი უნდა მოხდეს ჩვენი წინად გრძნობა გვაფრთხილებს თითქოს რაღაც ხმა გვეუბნება საფრთხეში ხარ შენ დღეს საღამოდან მოყოლებული ჩემი წინად გრძნობა ჩემთვის რაღაცის თქმას ცდილობდა უნდოდა ჩემთვის ეთქვა რომ ბარქა დღეს დღევანდელი ღამე შენთვის ძალიან საშიში იქნება მაგრამ მე ჩემს წინად გრძნობას არ მოვუსმინე და ალბათ ახლა ძალიან გვიანია ამ სახლში ჩემთან ერთად ვიღაც არის და ჩემი მოკლა უნდა მას ჯანდაბა მაღვიძარამ რატომ არ დამირეკა სირი მაღვიძარამ არ დამირეკა ყველაფერი რიგზეა ფრენაზე მაგვიანდება საჭიროზე მეტხანს მეძინა რა ის გამართულია მაღვიძარა რატომ არ დავაყენე მე რა დამემართა სია იცოდი არა რომ ექიმ ფართიასთან ვიყავით ჩაწერილი რატომ არ გამაღვიძე შენ მითხარი არა რომ მაღვიძარას დააყენებდი და ისე დაიძინებდი მაშინ რატომ უნდა მეთქვა როცა იცოდი რომ 7 საათზე ვიყავით ჩაწერილი და ნახე რომ არავდექი არ შეგეძლო რომ გაგეღვიძებინე წამლების გარეშე თავი მისკდება ცუდად ვარ ახლა რა ვქნა ახლა ძალიან გემრიელ ვახშამს მოგიმზადებ ძალიან სასარგებლო ინგრედიენტებით გავაკეთე კარგი ნორმალური ხარ მე შენ რას გეკითხები და შენ რას მპასუხობ რატომ არ გამაღვიძე იმიტომ რომ ვინმეს გაღვიძებ რთულია ვერავინ ვერავის გააღვიძებს ყველამ თვითონ უნდა გაიღვიძოს არ ვიცი შენთან საუბარში დროს რატომ ფლანგავ წავედი მთელი დღე რაღაც გვაზრობებს ლაპარაკობ ჩემი პრობლემაც ეს არის არას თქმა არ გამომდის ახლაც დროა მე თუ ვთხოვ შეიძლება მიმიღონ კარგი კარგი შენ არსად არ წახვალ რა დაგემართა სია გარეთ ძლიერი წვიმა ხალხი ცდილობს რომ სახლში დარჩეს და შენ ცდილობ რომ გარეთ გახვიდე ასე ძლიერადაც არ წვიმს რომ სახლიდან 1 კილომეტრის მოშორებით ვერ გავიდე შენ რაღაც არ იცი წამოდი მოусმინე ამას რამოდენიმე ხნის წინ შეგვატყობინეს რომ ძლიერი წვიმის გამო მოსალოდნელია ქარიშხალი ამიტომაც მთავრობა ყველას მოუწოდებს რომ სახლიდან არავინ გავიდეს ძალიან გთხოვთ სახლში დარჩით ფრენები
ავიარეისები ყველაფერი გადაიდო. ქალაქში ამდენი რამ მოხდა და მე ვერ გავიგე. შენ ხომ ცდილობ, რომ რაც ამოთხ კედელს მიღმა ხდება, ამან შენამდე არ მოაღწიოს. და როცა ამ ყველაფერს ვერ იგებ, კითხულობ იმას, თუ რატომ ვერ გაიგე. კარგი, იმედი მაქვს მალე ჩაწყნარდება ყველაფერი. წამლების გარეშე რა მეშველება? ტკივილი, რას ქვია ტკივილი? ყველა ტკივილისთვის სამკურნალო წამალი არ არსებობს. ასე რომ უნდა მიეჩვიო. რა დამაიმედებელი სიტყვებია. ისი არ არსებობს პროფესიონალი მკვლელი, რომელსაც ყველა საბუთის გაქრობა შეუძლია. მე მკვლელს ვგავარ, რომელიც მკვლელობის სამხილებს მალავს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მე გოგოსაც კი ვერ მოვკლავ. პაბლო პიკასომ თქვა, რომ სარკე ისეთი ტყუილია, რომელიც სიმართლეს გვაჩვენებს. და სიმართლე ის არის, რომ ერთ დროს მე კრიმინალებს ვიჭერდი. ყველაზე ცნობილი კრიმინალური ადვოკატი ვიყავი. მაგრამ მერე ისეთი რაღაც მოხდა, რომ ყველაფრის მიტოვება მომიწია. ის რაღაც რა არის? ეს უკვე განსხვავებული ისტორია, მაგრამ დღევანდელი ისტორია ის არის, რომ მე 27 წლის მხატვარი ვარ, რომელსაც დღემდე არც ერთი ნახატი არ გავყიდია. პასტა მზად არის, მოდი. მაგრამ მოგვიანებით რომ ვჭამო. ვიცი, პასტა არ გიყვარს, მაგრამ მოდი. კარგი. არ ვიცი იმის ყველა სიტყვას რატომ ვიჯერებ მე. როდის ვისწავლი არას თქმას. პასტა ჭამე, მე წვნიანი საჭმელი მომწონს. დელიში მოხდა კიდევ ერთი სულის შემძვრელი ამბავი. ვასან რეჰანში მცხოვრები გოგონა ბიჭებმა გაიტაცეს, შემდეგ კი მომაკვდა მდგომარეობაში მყოფი მდინარეში გადააგდეს. დავიდრე ამას გააკეთებდნენ აწამეს, მასზე იძალადეს. შეწყვიტე, ნუ კითხულობ, ხომ იცი რომ არ მიყვარს როცა ასეთ რაღაცებს კითხულობ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭამის დროს უნდა იკითხოსია. არ მესმის, რატომ ვერ ეჩვევი, რომ სამყაროში ასეთი რაღაცები ხდება. ეს ნორმალურია ძალადობა და ასეთი რაღაცები, ნორმალურია. ვიცი, მაგრამ გამუდმებით ამ ყველაფერზე ფიქრი საჭირო არ არის. გამუდმებით არ არის საჭირო ამ ყველაფერზე იფიქრო. ჩემთვის მკვლელობა, ძალადობა ჩვეულებრივი ამბავი არ არის. მე ამ ყველაფერს ვერ შევეგუები. არ ფიქრობ, რომ ზედმეტად ემპათი ხარ. სხვისი ტკივილი ზედმეტად მიგაქვს გულთან ახლოს. მთელი გარემო როგორ შეცვალე. ასეთი სიყვარულით მოვამზადე შენთვის პასტა. მაპატიე ბოდიში, არაუშავს. რა მოხდა ბარქა, რამე გადაგწდა? ძალიან ცხარეა ხომ, იცი რომ ცხარე არ მიყვარს. იცი არა, რომ ალერგია მაქვს. ოღმერთო მაპატიე, მართლა დამავიწყდა. არ უნდა მეჭამა. ოღმერთო, ახლა როგორ შეჭამა მას? შენთვის სხვა რამე მოვამზადო? არ არის საჭირო, არ მშია.
ხო, ვცადე, ცოტა წვალება დამჭირდა, მაგრამ ვცადე. გთხოვ, ცოტა მოთმინება კიდე ვიქონია. მე ყველაფერს მოვაგვარებ. თავს უკეთ გრძნობ? ვის ელაპარაკებოდი? მამიდა ჩემს მეკითხებოდა მე იოგა დავიწყე თუ არა. ადრე არასოდეს გამიგია მამიდა შენის შესახებ. ადრე არც ვიცოდი მამიდა რომ მყავდა. მერე რა შენც ხომ არ გითქვამს შენი ოჯახის წევრების შესახებ? არა. ასე რომ შეწყვიტე უაზრო რეაქციები. არ მაქვს უაზრო რეაქციები. ცოტა ხნის წინ ხმა გაიგონე. თითქოს ვიღაც რაღაცას აკეთებდა, ძალას ატანდა. არაფერია, არანაირი ხმა არ გამიგონია. უბრალოდ ზედმეტად დაძაბული ხარ, სულ ეს არის. წვიმის გამო ასე სულები არ არიან. სულები რომ არ არიან ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი რომ ვირთხები არ არიან და საფრთხეში ვართ. საფრთხეში არ ვართ, ყველაფერი რიგზეა გესმის? არაფერია რიგზე. არაფერი. დამშვიდი. კარები კარგად უნდა ჩავკეტოთ. აუცილებლად ვიღაც იქნება გარეთ. დამშვიდი, ალბათ წვიმის გამო რაღაც გატყდა. მოდი შევაკეთოთ. ახლაც ვერ გაიგონე? რა? არ მითხრა რომ არაფერი გაგიგონია, არაფერი გამიგონია. გეუბნები რომ აქ ვიღაც არის. ხედავ, აქ ვიღაც არის. არაფერია ბარქა, არაფერი. ამ დროს ვინ იქნება? ამ წვიმაში კარს თუ არ გავაღებთ, ვერ გავიგებთ. არა, კარს არ გავაღებთ. ვინმე რომ მოვიდეს და რამე ცუდი გააკეთოს მერე. რამე ცუდი რა, ვინმეს ალბათ დახმარება სჭირდება ასე წვიმაში. არა, ვინმე ცუდი იქნება და მიჯერე კარი არ გააღო. ბარქა, დამშვიდი. ალბათ ვინმეს დახმარება სჭირდება. არ ვიცი რა მემართება, მაგრამ როცა პრაქტიკებს გავდიოდი, ყოველთვის ვიდრე რაღაც ცუდი მოხდებოდა, წინად გრძნობა მქონდა. შენ ახლა პრაქტიკებს არ გადიხარ და სახლში ხარ, ასე რომ დამშვიდი. გამარჯობა ბარქა. შეიძლება შემოვიდე? ვინ იყო? საფაი. აფაი, დაიცადე, სად მიდიხარ? აფაი. აფაი, აფაი, აფაი. აფაი, აფაი. მაგრამ ისაკ რას აკეთებს? ასე წვიმაში რატომ? მე რა ვიცი, ჩემი ნება რომ იყოს, 100 წელი არ დავინახავდი მის სახეს. შენ ხომ არ დაუძახე მას? რას ამბობ? არა. რა მიზნით, რატომ დავუძახებდი მას? მართლა, ხო, მე არ დამიძახია. კარი გააღედა, ნახე რა უნდა, მაგრამ საუბარი არ გაუბა. ხომ იცი აფაიზე საშიში? არავინა. იცი არა? ის არ არის საშიში. ის შეიძლება უპასუხისმგებლო იყოს, მატყუ არა იყოს, მაგრამ საშიში არ არის. საშიშია დამიჯერე. მაგრამ შენი ნება.
ამდენი წლის შემდეგ მხედავ. შენი მხრიდან გაკვირვება ნორმალურია, მაგრამ კარის ცხვირწინ მოხურვა ზედმეტი ხომ არ არის. ბოდიში, მაპატია, შემოდი. ნამდვილად? ხო, შემოდი. ბოდიში. უცებ რომ გნახე ამდენი ხნის შემდეგ და თანაც ასეთ წვიმაში მოხვედი ცოტა დავიბენი. ვიცი, ეს არ არის სწორი, მაგრამ სხვა გზაც არ მქონდა. სადაც მე ვიყავი გაჭედილი, იმ ადგილიდან ყველაზე ახლოს ეს იყო, ამიტომ მოვედი. დასამალ ადგილს ვეძებდი. დასამალ ადგილს რატომ ეძებდი, რა გააკეთე? მე არაფერი არ გამიკეთებია, წვიმამ გააკეთა. დაიცადე, ახალ ამბებს არ მოусმინე? წვიმის გამო ჩემი ფრენა გადაიდო. მე ვერც სახში და ვერც სასტუმროში ვერ წავალ, ამიტომ აქ მოვედი. დაიცადე, პირსახოცი ხომ არ გექნება? ხო, ერთი წუთით. მადლობა. მაგრამ შენ საზღვარგარეთ, რისი გაკეთება გინდა? მე ვგულისხმობ, რომ მოგზაური არასდროს ყოფილხარ. რა თქმა უნდა, შეიცვალე არა? მე შევიცვალე? ნიშნულოვანი საქმის გამო მივდივარ. შენ ახალ ამბებს ხომ ნახავდი სალიმ სალმანის შესახებ? ის განგსტერი, მე ახალ ამბებს არ ვუყურებ, მაგრამ გამიგონია. თავდასხმები მან მოაწყვარა. კი, მართალი ხარ, ასეა, მაგრამ ის დაიჭირეს და მე იქ მივდივარ, რომ ინდოეთის ღირსება დავიცვა. მაგარია, მე ვგულისხმობ, რამდენი უდანაშაულო იმსხვერპლა მან და ამისთვის უნდა დაისაჯოს. ძალიან მიხარია შენს გამო. დამშვიდდი, აეროპორტშიც კი არ მივსულ ვარ, ჯერ ასე რომ წასვლამდე დიდი დროა. ხომ არ გაქვს დამატებითი ოთახი, სადაც გამოვიცვლი? იცი, ჩემი დამატებითი ოთახი სიას მივეცი, მაგრამ სასტუმრო ოთახი მაქვს, სადაც მოთავსდები. კარგი, შენ ახსენე სია, არა? იმ სიაზეა საუბარი, რომელიც იმ საქმეში იყო? ის აქ რას აკეთებს? ის რამოდენიმე ხნის განმავლობაში არ ხვდებოდი მე მას. მერე ცუდად ვიყავი, ადვოკატობას მოვეშვი და შანსი მივეცი მას. დავმეგობრდით. მეც მარტო ვარ და ისიც. ეს რომ არ ყოფილიყო, ამ ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი. ვიმედოვნებ, რომ მასთან ლაპარაკი არ მომიწევს. მასაც არ ენდომება შენთან ლაპარაკი. რა მოხდა? შენ გაიგონე? რა? მე არაფერი გამიგონია. დამშვიდი, მე და სია მარტო ვცხოვრობ და ამიტომ მეშინია. შენ გონია, რომ შენ სახში კაცი ჭამია? შენ ისეთი მშიშარა ხარ, რომ იცოდე ეს რა არის, აქ არ იქნებოდი. მე შევიცვალე. ბოდიში, აქ სტუმრები არ მოდიან, ასე რომ ცოტა არეულია. თუ გინდა მოგიტან ახალ ნივთებს, რომ გამოიცვალო, კომფორტულად იქნები. დაიძინე. დავიძინო? მე დასაძინებლად არ მოვსულ ვარ. რა? ჩვენ სულ ვამბობდით ხოლმე, რომ უნდა დაგველია, მაგრამ საქმის გამო ვერ ვახერხებდით. ახლა მეც მზად ვარ და შენ? და შენ? შენ თუ ხარ მზად? შენ თუ ხარ მზად? მზად ხარ? მგონი ჯობია გამოიცვალო და დაიძინო. მოგვიანებით შევხვდებით. იცი? შენ მართალი თქვი, შენ მართლა შეიცვალე, მაგრამ ცვლილების გარეშე მოსაწყენი ხარ.
მე წავალ. ძალიან არასწორად იქცევი შენ, მე აქედანვე ვხედავ, აქ რა ხდება და შენ ვერ ხედავ. არაფერი არ ხდება. უბრალოდ ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. არ მომეწონა, მაგრამ არ აუშავს. ბოდიში აფაი. მე შენ გითხარი, რომ შენამდე აქ სტუმარი არ მოსულა, მაგრამ შენამდე აქ ვიღაც იყო და ახლაც აქ არის ის. და აქედან მარტივად თავს ვერ დააღწევს. გავახმოვანე მე ლუკიან აგაბლიანმა, თუ მოგეწონათ ეს სერიალი, მაშინ აუცილებლად დალაიქეთ ის.